მოგესალმებით, დღეს შეხვედრის ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება მივიღეთ იმ ინიციატივებიდან გამომდინარე, რა ინიციატივებიც მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, უფრო კონკრეტულად ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში წარმოადგინა. თავიდანვე ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ის შემთხვევა, როცა ამ ცვლილებებს ჩვენ შეიძლება უწოდოთ რევოლუციური მსგავსი შინაარსის და მასშტაბის ცვლილება. ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების, ინვესტორების წახალისების თვალსაზრისით პრაქტიკულად საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა და ამ თვალსაზრისით ეს არის უნიკალური შემთხვევა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ და ამ ასე ვთქვათ ბენეფიტზე ვსაუბრობთ ბიზნესისთვის, ხაზი გაუსვათ იმას, რომ ამ ცვლილების რევოლუციური ხასიათი და უნიკალობა გამოიხატება არა იმაში, რომ კონკრეტული შეღავათები უწესდება ბიზნეს ან ინვესტორს რაღაც გარკვეული წამახალისებელი რეგულაციები უწესდება, არამედ ის, რომ ქვეყანაში კარდინალურად, ფუნდამენტურად იცვლება სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესისადმი. და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს კონცეპტის ცვლილება. უპირველეს ყოვლისა ბიზნესი ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით სახელმწიფოსთვის ხდება ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული. ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, ალბათ თქვენთან შეხვედრებზე სხვა თქვენს კოლეგებთან ერთადაც ხშირად უსვამთ ხოლმე ხაზს, რომ ბიზნესისთვის კომფორტული გარემო შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ პოლიტიკის დონეზეც კი არ უნდა მოვერიდოთ ამას და არ უნდა შეგვრცხვეს, რომ ჩვენი პრიორიტეტი, სახელმწიფოს პრიორიტეტი სწორედ ბიზნესისთვის, ინვესტორისთვის კომფორტული გარემო შექმნა. და ამისი ნიშნები, ამისი მცდელობა სწორედ აი ამ სიახლეში, აი ამ ინიციატივაში გამოიხატა. სახელმწიფოსთან ურთიერთობა ბიზნესს და ინვესტორს, ბიზნესის და ინვესტორის ურთიერთობა იწყება სწორედ საგადასახადო კოდექსით. და რამდენად შედეგზე ორიენტირებულია ესა თუ ის რეგულაცია კოდექსიდან გამომდინარე, სწორედ განსაზღვრავს ბიზნესისა და ინვესტორის სახელმწიფოსთან ურთიერთობის საბოლოო შედეგი რამდენად წარმატებული იქნება. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკის მთავარი შედეგი არის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, წარმოების გაფართოება, დამატებითი შემოსავლები ბიუჯეტისთვის და ყველაფერი ეს გამოხატული შიდა პროდუქტის ზრდაში. სახელმწიფო სამწუხაროდ სამუშაო ადგილებს ვერასდროს ვერ ქმნის, მთავრობები ვერ ქმნიან და თავად მთავრობები ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფი მხარე ვერასდროს ვერ არის. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს გარკვეული პოლიტიკა, ბიზნესზე ორიენტირებული, ანუ პრობიზნესური პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საზოგადოებისა იყო სწორედ ეს. ამ თითქოს მცირედ ცვლილებებში ეს პოლიტიკა უკვე გამოკვეთილია, რომ ხელისუფლება ფუნდამენტურად ცვლის დამოკიდებულებას ბიზნესისადმი და თითოეული ის ცვლილება, ის სიახლე საგადასახადო კოდექსში, რომელიც ძირითადად 3 პუნქტის სახით შეგვიძლია იყოს წარმოდგენილი, ცხადად მიუთითებს იმას, რომ ახალი პოლიტიკა ორიენტირებული იქნება თავად ბიზნესის ზრდაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, ანუ პოლიტიკა პროგრესისტული ხდება ამ თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია თემა დაკავშირებული ეგრეთ წოდებული ესტონური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად სახელმწიფო აცხადებს და სახელმწიფო ასტიმულირებს ბიზნესს, რომ მიღებული მოგება, ბიზნესის მიერ მიღებული მოგება რეინვესტირების გზით სწორედ თავად ამ ბიზნესის კვლავწარმოების ზრდაში, გაფართოებაში, დამატებითი სამრეწველო სიმძლავრეების განვითარებაში, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში იქნა ჩადებული და ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი თავად ბიზნესისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არის ბოლო
10 წლეულების განმავლობაში ყოველთვის იყო და ყველაზე ცხელი პრობლემა იყო კაპიტალის პრობლემა. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესის კაპიტალიზაცია თავად ბიზნესმა აი ამ პროტექციონისტული პოლიტიკით განახორციელოს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ძირითადი საშუალებების იმპორტის DGG-სგან განთავისუფლება, ანუ თემა დაკავშირებული მანქანა-დანადგარების ჩარხების შემოტანის პროცედურების გამარტივებასთან, ანუ საბაჟოზე ამ ძირითადი საშუალებების იმპორტი პრაქტიკულად განთავისუფლებულია, სრულად არის განთავისუფლებული DGG-საგან. რატომ არის ეს კომფორტული მდგომარეობა ბიზნესისთვის? იმიტომ რომ ხაზი მინდა გაუსვა და თქვენც მიაქციოთ ყურადღება, ბიზნესს უმცირდება საოპერაციო დანახარჯები. ანუ ბიზნეს დამატებითი ფულის მოძიება, გარკვეული სახელმწიფო ბიუროკრატიული პროცედურების, ანუ გამბაჟების DGG-ს გადახდისთან დაკავშირებით აღარ უწევს და შესაბამისად ეს არის პირდაპირი სტიმული იმისა, რომ ასეთი ტიპის საქმიანობა, ანუ იმპორტი რას ნიშნავს ძირითადი საშუალებებს, ანუ საწარმო ბიზნესი ცდილობს გაფართოებას დამატებითი ასე ვთქვათ მანქანა-დანადგარების შემოტანით და ეს იქნება კიდევ დამატებითი სტიმული თავად საინვესტიციო პროცესის წასახალისებლად, იმიტომ რომ ინვესტორი, რომელიც დაინტერესებულია კაპიტალდაბანდება მოახდინოს საქართველოს ამა თუ იმ სფეროში, ამა თუ იმ ბიზნესში და განახორციელოს იმპორტი მაღალი ტექნოლოგიების, ეს მაღალი ტექნოლოგიების იმპორტი, ანუ ქვეყანაში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა გაცილებით იაფი და მიმზიდველი ხდება და თემა დაკავშირებული ადმინისტრირების პროცედურების გამარტივებასთან. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ გვაქვს შანსი, უფრო სწორად, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დამთავრდეს საუბარი საგადასახადო შემოწმებების სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან განხორციელებაზე. საგადასახადო შემოწმება ხდება შემოსავლების სამსახურის ექსკლუზიური უფლება და ვერც ერთი სხვა მაკონტროლებელი სტრუქტურა, მათ შორის საგამოძიებო სამსახურიც კი პრაქტიკულად ამას ვეღარ განახორციელებს. ეს არის ბიზნესის დაცულობის, გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურობის განცდის მესიჯი ბიზნესისთვის და ამ თვალსაზრისით ბიზნესი გარკვეულ კომფორტულ მდგომარეობაში იქნება. და მეორე საკითხი, ყადაღის თემა. ყადაღის თემაც ყოველთვის ყადაღებული თემა იყო, ძალიან ბევრი დავა იყო, როგორც წინა ხელისუფლების, ისე ბოლო წლების განმავლობაში ამ თემებთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში უკვე საკანონმდებლო დონეზე ხდება ამ თემის მოგვარება. არა ის, რომ ფინანსთა მინისტრი დაავალებს ვინმეს, ან ზოგადად შემოსავლების სამსახური და მაკონტროლებელი ორგანოები კეთილნებას გამოიჩენენ ბიზნესისადმი ყადაღის არ გამოყენებასთან დაკავშირებით. არა, საკანონმდებლო დონეზე იქნება დარეგულირებული, რომ ყადაღის დადებისთვის აუცილებელი საბანკო ანგარიზე ყადაღის დადებისთვის აუცილებელი ხდება სასამართლოს კომპონენტის გაჩენა და სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება. ეს არის ბიზნესის დაცულობის გაცილებით მაღალი სტანდარტი და ვფიქრობ გარკვეული წამახალისებელი ნორმაც. მე ერთი მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოზიტიურია მოლოდინები ამ პროცესთან დაკავშირებით სამომავლოდ გვაქვს ძალიან პოზიტიური ამ პროცესს მაინც ბუნებრივად სავარაუდოდ ექნება გარკვეული თამდევი რისკები დაკავშირებული იმასთან, რომ საგადასახადო ტვირთის და საგადასახადო წნეხის შემცირება ავტომატურად იწვევს დასაბეგრი ბაზის შემცირებას ქვეყანაში და ბუნებრივია ამან გარკვეული მაგალითად 2017, 18, 19 წლებისთვის შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული შემცირების ტენდენციის გაჩენა საქართველოში საგადასახადო შემოსავლების ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კუთხით. ბუნებრივია ამ თვალსაზრისით მე მოვისმინე ეკონომიკური გუნდის და კერძოდ ფინანსთა მინისტრის განცხადება და რაც მთავარია მზაობა. ფინანსთა მინისტრის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა მან განაცხადა, რომ ის მზად არის დაიწყოს მუშაობა ამ თემაზე. სწორედ საგადასახადო ხარჯების
ანუ ბიუჯეტის ხარჯების შემცირების თვალსაზრისით და ამით გარკვეულწილად დაბალანსდეს და დაკომპენსირდეს ის დანაკლისი, რაც გადასახადების კლებას შეიძლება 17-18-19 წლებში მოყვეს. ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს ერთიანი მიდგომა მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ერთიანი კონკრეტული გეგმა, კონკრეტული გაწერილი გეგმა, რა წყაროებით უნდა მოხდეს ამ დანაკლისის დაბალანსება და როგორ შეიძლება გეგმაზომიერად ნაბიჯ-ნაბიჯ წლების განმავლობაში მოახდინოს ბიუჯეტის იმ ხარჯების შემცირება, რომელიც არ შეეხება ქვეყანაში დაგეგმილ და განხორციელებულ ერთის მხრივ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მეორე არ დააზარალებს სოციალურ პოლიტიკას. ეს იყო ამ თემასთან დაკავშირებით, რაც მინდოდა. იმედის კითხვაზე პრეზიდენტმა წარადგინა ბატონი გვენეტაძის კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. მე შემიძლია გადაუჭარბებლად თქვა, ეს არის ყველაზე კარგი არჩევანი, ეს არის საუკეთესო ვარიანტი იმ კანდიდატებს შორის, რაც იყო წარმოდგენილი. ბატონი გვენეტაძე არის ძალიან კომპეტენტური, ძალიან კვალიფიციური კადრი, რომელმაც შეიძლება ძალიან კარგად წარმართოს ეროვნული ბანკის საბჭოში მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ამაღლების კუთხით არსებული, დღეს არსებული გარკვეული ხარვეზები და ის გამოცდილება, რაც მას გააჩნია, ძალიან კარგად იქნას გამოყენებული სწორედ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის, მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდის თვალსაზრისით, მაგრამ არის ერთი საკითხი. დღეს ბატონი გვენეტაძე მუშაობს ძალიან მაღალ თანამდებობაზე საერთაშორისო ორგანიზაციაში და მე ვისურვებდი და მოხარული და ბედნიერი ვიქნები, თუ ამ შეთავაზებას ბატონი გვენეტაძე დათანხმდება. ეს იქნება ძალიან დიდი ბენეფიტი არა მხოლოდ ეროვნული ბანკისთვის, არამედ ზოგადად ქვეყანაში ჯანსაღი ფინანსური პოლიტიკის ჩამოყალიბების კუთხით. დიახ. ოპოზიცია საუბრობს, რომ გარდა ამ გადასახადების გამოქვეყნებისა, კიდევ განხორციელდეს ქვეყანაში სხვა გადასახადების რეალურია ეს ფაქტი. მეორე კითხვა მაქვს, მაგრამ კითხავთ, რამდენ ხანში შეიძლება თქვენ ზოგადად სამუშაო ადგილების გაზრდაზე? რამდენ ხანში შეიძლება მოდი დავიწყოთ მეორე ნაწილით. ბუნებრივია, როცა საგადასახადო ლიბერალიზაციის პროცესი ხორციელდება, ამ ლიბერალიზაციის შედეგი და ეფექტი გამოხატული დამატებითი სამრეწველო სიმძლავრეების შექმნაზე, დამატებითი სამუშაო ადგილების, ან თუნდაც დამატებითი საინვესტიციო პროექტების რეალიზაციაზე ბუნებრივია მყისიერად არ მოდის. მოდით ასე ვთქვათ, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია იმისთვის, რომ შემდგომ წლებში ამან ასახვა სწორედ წარმოების მასშტაბის დაზე, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების გაფართოებაზე და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე იქონიოს. ეს არის ის, რამაც ხვალდაზე საფუძველი უნდა ჩაუყაროს გარკვეული სოციალური სტანდარტების, სოციალური გარანტიების ზრდის კომპონენტის გაჩენას. რაც შეეხება პირველ საკითხს, ბუნებრივია, თავად საგადასახადო კოდექსი და საგადასახადო პოლიტიკა რაღაც ერთიანი სტატიკური პროცესი არ არის. ეს არის პირიქით განგრძობადი პროცესი, რომელიც ქვეყნის წინაშე და ბიზნეს გარემოს წინაშე არსებულ გარკვეულ გამოწვევებს ითვალისწინებს. ბუნებრივია, გადასახადების შემცირება, როგორც ბატონმა პრემიერმაც დაასახელა, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, მაგრამ ძალიან ფრთხილი და ფაქიზები უნდა ვიყოთ ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ სასწორის ორ პინზე ორი სხვადასხვა ღირებულება იდება. ერთი, ბიზნეს ინტერესი, რომელიც პირდაპირ აჩენს გადასახადების შემცირების აუცილებლობის საკითხს და მეორე პინზე სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანად და სრულფასოვნად, მათ შორის პროექტების, პროგრამების განხორციელების საკითხი, მათ შორის ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვის და ასე შემდეგ. ანუ
პოლიტიკა და ქმედება დაგეგმილი და განხორციელებული ხელისუფლების მიერ საგადასახადო კოდექსის შემდგომი ლიბერალიზაციის კუთხით, მათ შორის გადასახადების განაკვეთების შემცირების კუთხით, სწორედ აი ამ ორი საკითხის ბალანს უნდა ემსახურდებოდეს, ისე რომ ერთის მხრივ არ დაზარალდეს და მაქსიმალურად ახალისებული იქნას ბიზნესი და ბიზნეს გარემო გაუმჯობესდეს, ამ თვალსაზრისით მიმზიდველი გახდეს საქართველოს ინვესტორებისთვის და საინტერესო, რაც მთავარია და მეორეს მხრივ არ დაზარალდეს სახელმწიფოს ინტერესი. ანუ სახელმწიფოს ინტერესში ამ შემთხვევაში გულისხმობ იმ ადამიანების ინტერესს, იმ მოქალაქეების ინტერესს, რომლებიც სისხლხორცეულად დაკავშირებულნი არიან სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და ეფექტიანად განხორციელებაზე, მათ შორის სოციალურ პროექტებზე, ჯანდაცვის პროექტებზე.